მოგესალმებით თვითონ ჩვენ ერთგულო სმეგელებო და მაყურებლებო ჩვენ შემოგვიყვება ზედაცემ გილოცავთ დამდებ შობა ახალწელს ჩვენი საუბარი შეეხება დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება მეტად რთულ საკითხებს და საკითხს მარტივად OS პოლიტიკა ზოგადად ქართული პოლიტიკა ჩვენ და სამწუხაროდ რაღაც საფეთქებაც და შემთხვევაში როგორ პირდაპირ დამოკიდებულია სოფლიო პოლიტიკაზე, გლობალურ პოლიტიკაზე და იმ პოლიტიკაზე, რაც აი ამ ზემოთ ჩამოთვლილ აი ამ დასახელების პოლიტიკას, ესე იგი გეოპოლიტიკა, სოფლიო პოლიტიკა და ზოგადად პოლიტიკაზე მაღლა დგას. პოლიტიკა კიდევ კარგად მოგეხსენებათ, ეს არის მართვის ხელოვნება. უშუალოდ ჩვენი ქართული პოლიტიკა საგარეო ვექტორებით პირდაპირ იმ პოლიტიკურ საგარეო ვექტორების არის დამოკიდებული და იქიდან იმართება. ეხლა რო იმართება, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. ავიღოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და ყველა ნათლად დავინახავთ ამას, ვისაც გსურს რომ დავინახოთ სინამდვილე. დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო საქართველოს რესპუბლიკა ეს არის მარტო ერთგვარი იურიდიული მოცემულობა საერთაშორისო სამართალში, როგორც მოქმედი სუბიექტი, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, მაგრამ არსებობს კიდევ ეს მაგრამ. ესეთი პატარა მცირე სახელმწიფო ხლად დამოუკიდებელი ვერ არის. პირველი მამტკიცებელი ამისა გახლავთ, რომ ჩვენი უმთავრესი ატრიბუტიკა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა ფულის ერთეული ერთი ჰიმნი, დროშა, გერბი და რა თქმა უნდა კონსტიტუცია. აი ამ ჩამოთვლილიდან ფულად საკრედიტო აი ამ ერთეულს ჩვენს ქართულს ვავიღებთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ლარი პირდაპირ დაკავშირებულია და დამოკიდებულია, ასეთაც შემიძლია გითხრათ, ჩამოკიდებულია დოლარზე, ამერიკის შეერთებული შტატების დოლარზე. თავად კიდევ ეს ამერიკული დოლარი შეერთებული შტატების ამერიკელ ხალხს არ ეკუთვნის. ეს კერძო სარეზერვო ფონდი, კერძო კომპანია, ის კუთვნილება. და თავად ამერიკელებს მრავალ ათეულ ტრილიონობით დავალიანება აქვს აი ამ კერძო სტრუქტურის. და აი წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ ისეთივე კაბალურ მდგომარეობაში ვართ, როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები იმყოფებიან ასეთ კაბალურ პირდაპირ ვიტყოდი მდგომარეობაში. უბრალოდ ამერიკა არ წარმოადგენს საერთაშორისო სარბიელზე ერთ-ერთ ზემძლავ სახელმწიფოს, უკვე ჰეგემონობა მისი დასრულებულია, ამაზე წინა საუბრისას გესაუბრეთ და ყველა კარგად ვიცით, ვინც დაინტერესებული გახლავთ და ვის დაინტერესებულები ვართ საერთაშორისო პოლიტიკით, სოფლიო პოლიტიკით, რომ ჰეგემონი აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატები.
ის ერთ-ერთი ზებზალავრი სახელმწიფოა, დიდი იმპერია. თავისი შესაძლებლობით, მაგრამ ამ შესაძლებლობის მიუხედავად ამერიკელ ხალხს, ამერიკის მოქალაქეებს უშველებელი ვალი აქვს აი ამ კერძო სტრუქტურის. ხო და მარტო აქედან რომ გადმოვხედოთ, მარტო ამ გადმოსახედებიდან, ფულის ერთეული, ვინ ჭრის ფულს და რაზე არის ეს უკანასკნელი ჩამოკიდებული, ესე იგი გამყარებული, ხო? ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი. ამერიკის შეერთებული შტატების თვითონ ეგრეთ წოდებული დოლარი, ფულის ერთეული, არ არის ამერიკელი ხალხის. თვითონ ამერიკელი ხალხი არის კაბალ მდგომარეობას ჩავარებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოფასაც თუ გადავხედავთ, ყველა კარგად გვხვდებით, რომ ეს არის ფარატინა, ფურცელი დეკლარირებული, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. გარსნულად არც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, აი ესე ვთქვათ, ისეთი როგორც არის დაუშვათ ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა კიდევ რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, თუნდაც ბრიტანეთის იმპერია, ბრიტანეთის სახელმწიფო, საფრანგეთი, ხუთი ჩამოთვალე, რომლებიც არიან უშიშროების გაერთიანებების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრები. არ წარმოადგენენ სრულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ერთეულებს. ვინაიდან მათზე მაღლა დგას საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებზეც ხელი აქვს მოწერილი აი ამ ზემოთ ჩამოთვლილი ზემძლავ სახელმწიფოებს. არ დავიზარდებ და კიდევ ჩამოთვლი ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთის ფედერაცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა და დიდი ბრიტანეთის სამეფო გაერთიანება. ხუთივე უშიშროების საბჭოს მუდმივი მოქმედი წევრი გახლავთ. ესენი მოგეხსენებათ ასევე არიან ზემძლავრი იარაღის მქონე მარტივად ბირთვულ ატომური იარაღის მფლობელი სახელმწიფოები. მიუხედავად ამისა, ისინი თავიანთ სუვერენულ უფლებაზე გარკვეულწილად ამბობენ და აცხადებენ და განაცხადეს უკვე უარი, როდესაც მთელ რიგ საერთაშორისო ნორმების ან ნორმატიულ აქტების ხელშეკრულებებს მათ ხელი მოაწერეს. აი ეს მარტო იურიდიულად. მარტივად არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც რუსეთის ფედერაციაში, არც ბრიტანეთში, არც საფრანგეთში და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მარტივად ამ ზემძლავ სახელმწიფოებში არ არის დაცული იმ მოქალაქეების, იმ ადამიანების, იმ ერების, ეთნოსების სუვერენული უფლება, რამე თუ ისინი იყვნენ დამოუკიდებელი. აღარ არის საუბარი საქართველოს რესპუბლიკაზე და საქართველოს სახელმწიფოზე. ჩვენი ყოფა ამას თვალნათლივ ასახავს და ცხადყოფს. თავში დავიწყე იმ განცხადებით, რომ საქართველოს პირდაპირ საგარეო პოლიტიკური ვექტორებიდან მიმართება. აქ იკვეთება ყველას ინტერესი. საგარეო გეოპოლიტიკური ინტერესი. ან ზემძლავ სახელმწიფოთა ინტერესი. აი ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა თავისას ცდილობს ჩვენს პატარა ქვეყნის მიმართ და ისინი ახორციელებენ ჩვენთვის არც თუ სასიამოვნო პოლიტიკურ ინსინუაციებს, რაც მერე აი ესე უბედურებაში გამოიხატება, რომელ უბედურებაშიც არის მთელი ქართველი ერი და საქართველოში ცხოვრების მოსახლეობა ჩავარებული. ერთის მხრივ გაქვს ეს უფლება, რომ შენ იყო როგორც სრულფასოვანი საზოგადოების წევრი, როგორც ასეთი საერთო სამართლის სუბიექტი და მისი მოქალაქეები, ამ სახელმწიფოს მოქალაქეები სრულად ახორციელებენ თავიანთ უფლებებს. ეს ფაქტობრივად არ გამოჩნდება.
როგორც იყვნენ ესეთი რუსული გამოთქმა ფილკინა გრანატა. აი ეს არის ჩვენ გამოვიდა. ამიტომ ეს პოლიტიკა, გეოპოლიტიკა, გეო ნიშნავს დედამიწას, ესე იგი, სოფლიო პოლიტიკაზე მაღლა დგას, ესე იგი, სოფლიო პოლიტიკა არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები, მართვა და გეოპოლიტიკა კიდევ ამ სახელმწიფოებზე და დედამიწაზე მაღლა გონი, აი ის გარკვეული გადაწყვეტილებები, რომელიც პირდაპირ ყველასთვის სავალდებულოდ შესაძლებელია. მარტივად, უკვე ყველამ დაიწყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დედამიწას სოფლიოს მართავს გარკვეული რაღაცა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც გადანაწილებულები არიან სოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში, მაგრამ ისინი თავის მიერ შექმნილი ტრანსნაციონალური კორპორაციებით პირდაპირ ახორციელებენ იმ მიზანმიმართულ პოლიტიკას, რაც ყველასთვის საბედისწეროა სამწუხაროდ. ეს იქნება საფრანგეთი, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ჩინეთი, ეს არის რუსეთი, ეს არის ყველა მარტივად ჩამოთვლილი ზემძლავრი სახელმწიფოები. მარტივად მოვლენაა, ბოლო ჟამია, ამაზე არაერთის ვისაუბრია და ბოლო ჟამისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი არის სახეზე. ანტიქრისტე მარტივად უნდა გამეფდეს. და ანტიქრისტეს ზეობა უკვე ანტიქრისტე მეფობს. უბრალოდ დარჩენილია ერთი პოლიტიკური აქტი, ეგრეთ წოდებული ტაძარში იმ მაშიახის დასმა, გაფორმება, რითაც გაფორმდება, რომ ერთი დედამიწა, ერთი მსოფლიო, ერთი სახელმწიფო. სადაც ამ გაფორმების შემდეგ, პოლიტიკური ამ გაფორმების შემდეგ, ადამიანები ისედაც ვართ უკვე იცოდეთ ჩემო კარგებო ციფრულ კონცლაგერში, აი ეგრე სმარტფონები გულაცავი სისტემა იწყებს იმ დაბალად მოქმედებას, ფული უნდა გაქრეს, აი გასაც ქვია ნაღდი ფული, უნდა დარჩეს ციფრული და ამას გარდა მთელი რიგი უკვე ამ ის წინდები მოსამზადებელი სამუშაოებია შესრულებული, დარწმუნებული ვარ, დაინტერესებული მაყურებელი და მსმენელი ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ადამიანები ხეცის ბეჭდიდან არიან აღმოჩნდილი, რომლებიც თავის ცხოვრების გაუმჯობესების, ჭყალებში გაუმჯობესების მიზნით კომფორტისთვის დაყრნენ რა მამალის ნებას მარტივად. პოლიტიკური ინსინუაციების შედეგად, აი პროპაგანდის შედეგად, აღიბეჭდნენ ამ ბეჭდით. მარტივად აი აქ აქვს ჩიპი, აი ამ ადგილას და ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ, იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში არ დაეკარგებათ ეს საკრედიტო ბარათები, ფულად აი ეს სახსრები, აი რომლებსაც შეიძლება დაკარგონ. ეს მთელი ქვეყნებში. აღარ არის საუბარი იმ ნიშანზე, რომ ზნეობრივი ერთ-ერთი ნიშანი ეს არის, ესე იგი, ზნეობრივი სვეტების მოპევა და სახეზე გვაქვს. ამას ნათელი მაგალითია ჩვენი ეგრეთ წოდებული დაუძინებელი მეგობარი ევროპა და ევროკავშირი, რომელიც სულ ახლახანს აი ეს რამოდენიმე ცოტაოდენი ხნის წინ, ერთი თვის წინ, ორი თვის წინ ცდილობდა საქართველოში დიდი არეულობების მოწყობას. იმის გამო, რომ ჩვენ უმთავრესი მათ მოთხოვნებს არ ვემორჩილებით. ეს მოთხოვნა არის მარტივად ჩვენ კაცობაზე ვთქვათ უარი. რომ ჩვენ ვაღიაროთ, რომ არსებობს თურმე მათ ავადმყოფ გონებაში დაბადებული აზრი, რომ არსებობს 54 სქესი. რომ თუ პატარა ბავშვი ოჯახში გადაწყვეტს, რომ ის ბიჭუნა კი არ არის და გოგოა თუ რა ვიცი მე, კი ბორჩხალა, მას აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს, როგორც ევროპის მთელი ქვეყნებშია,
ოპერაცია და გადაკეთდეს მისი სქესი და ასე შემდეგ. ეს არის უმთავრესი მათი მოთხოვნა. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ იმ პოლიტიკურ სცენაზე, რომელიც სცენარითაც ჩვენ ომში უნდა ჩართულიყავით რუსეთის ფედერაციასთან. მაგრამ ეს ერთი პოლიტიკური ზნეობრივი სვეტების მორყევა, ეს ნიშანი, შემდგომ ეკოლოგიური კატასტროფები. ეკოლოგიური კატასტროფები ყოველდღიურად სხვადასხვა დედამიწის ადგილას ხდება. ეს მეორე. ესეც ფაქტია. დღეს ინფორმაციული ერაში ვიმყოფებით და ინტერნეტი, რა თქმა უნდა, შემოგონილია იმისთვის, რომ ჩვენი გვმართონ ამ ინსტრუმენტალის საშუალებით, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ყველას წვდომა ინფორმაციაზე, რა ხდება ამ დედამიწის კუთხეში, ადგილზე. ძალიან დიდი პრობლემებია. არსებობს ეკოლოგიური პრობლემები, ესეც მეორე ნიშანი. რომ არსებობს მესამე უმთავრესი პოლიტიკური აშლილობა მსოფლიოში, საომარი მოქმედებები, იმიტომ რომ წერილში თავად მაცხოვარი ასე ამბობს, როგორ უნდა შევიცნო, როდესაც მას კითხეს, როგორ უნდა შევიცნო ბოლო ჟამის მოახლოვებაა. ადგილ-ადგილ მიწისძვრები, უბედურებები, ომები, ზნეობრივი მორგმა. ნოეს ვითარც წინა დღეებში, ნოეს ვითარცა ნოეს წინა დღეებში ეს არის ზნეობრივი სარდენების გამოცვლა. სამივე ეს ნიშანი სახეზეა. კიდევ ამბობ, არ მალავენ მსოფლიო მმართველები, მაღალი საერთაშორისო ტრიბუნიდან, ისეთი როგორც გაერთიანებული ორგანიზაცია, ამ დიდი აქტისთვის მზადებას. თუნდაც რა ღირს ჩვენს სამეზობლოში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის ისტორიულ მიწა-წყალზე, რუსეთის იმპერიაში ძმაკავკრელი ომი. სადაც მავანმა და მავანმა, მაგრამ ამ მავანს უკვე სახელდებით უკვე გავაცხადებთ, თვითონ არ მალავენ ეს ბატონები თავს, რიხით აცხადებენ, ვიდეოებს დებენ, ვინ არიან ეს უკანასკნელი, ესენი არიან სიონიზმის ერთგვარი განშტოება, იუდაიზმის ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობა, ხასიდიზმი, რომელიც რელიგიური მართველი ორგანო ხაბადია, მარტივად მათი ისტორიული რელიგიური ადგილსამყოფელი იყო სლავიანური მიწები, ეს არის ბელარუსიის, ეხლადელი ბელარუსიის, ეს მცირე რუსეთის, ეხლადელი უკრაინა, რასაც ქვია, რომელსაც არანაირად სახელმწიფოებრივ არ უნდა გააჩნდეს, რუსეთის ფედერაციის ნაწილი იყო და რუსეთის სახელმწიფოებრივი და რუსეთის იმპერიის. აი ამ ნაწილებში იყო ხაზარული წარმოშობის ეს სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რომელიც წმენდას წარმოადგენდა იუდაიზმი. ხაზარები კიდე მოგეხსენებათ ყურანული მისანი არის. პირდაპირ აცხადებენ ეს პატივცემულები, რომ ეს რუსეთის, კიევის რუსეთის აი ამ ისტორიულ ძირძველ მიწა-წყალზე ეს კამპანია, ეს მარტივად პოლიტიკური ვაკხანალია დაწყებულია იმისთვის, რომ მოსწორდეს ადგილობრივი ტერიტორია, ეს ტერიტორია ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რუსებისგან და მის ადგილას ეს ადგილი მათით ჩანაცვლდეს მათით. რათა იქ აიგოს ახალი ტაძარი, ახალი იერუსალიმი, სადაც ისინი გამოაცხადებენ თავიანთ მეფის და დიდებით მოსვლას. ეს ყველაფერი ამისთვის არის. და ეს პოლიტიკურია, ეს ბატალიები, საერთაშორისო სარბიელზე, რუსეთის პრეზიდენტის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ვოიაჟები ერთმანეთთან, დათქმები და ასე შემდეგ. და თუნდაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აი ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა, დაპირისპირებაში გულისხმობ ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთგვარ ჭყალებში ვითომ დაპირისპირებას. დაპირისპირებას რა თქმა უნდა ადგილი აქვს, მაგრამ თავარში არის შეთანხმება, რომ ამ ტერიტორიაზე ეს ახალი იერუსალიმი ეს აიგოს. იმიტომ რომ
თავად სიონიზმის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნა არის, რომ პალესტინაში ამ შემთხვევაში ისტორიულ იერუსალიმში იქნეს აგებული ეს ტაძარი, სოლომონის ტაძარი, მესამე ტაძარი და იქ იქნას კურთხეული მათი ხსნელი მაშიახი. სადაც ყველა დაემორჩილება, ყველა მეფე მას დაემორჩილებიან და მიუტანენ თავიანთ ქვეყნის დიდებას და პატივს. მაგალითად ერთი დედამიწა, ერთი სახელმწიფო. მეორე ნაწილი მაგალითად ამ თეზის დებულების საერთაშორისო გამხმოვანებელი, საერთაშორისო ასპარეზზე გამხმოვანებელი იყო ზიგნევ ბზეჟინსკი, პოლონელი იუდეველი, პოლონელი ებრაელი, შეიძლება ითქვას მარადიული ებრაელი, რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარ არის. აი ეს დიდად ამ მიმართულებას აანვითარებდა და ამ მიმართულებაზე ის მუშაობდა, ის ნაწილი, რომელზეც მე ვფასე. მეორე ნაწილი ჰენრი კისინჯერი, რომელიც თავარი განცხადება იყო, რომ 2012 წლისთვის სახელმწიფო ისრაელი შეწყვეტა არსებობას და ახალი ისრაელი იქნებოდა იმ ტერიტორიაზე, რომელ ტერიტორიაზეც ახლაც მათავრელი ომი მიმდინარეობს ჩვენ სამეზობლოში, რუსეთის ფედერაციაში, რუსეთის მიწა-წყალზე, ისტორიულ მიწა-წყალზე. ახალი იერუსალიმი. ეს არის ხაბადი, ეს არის ხასიდური ლუბოვიჩის, ესე იგი, მთავარი რაბინის, რომელიც თავის დროზე შნეერსონის სახით შერაცხული იყო მათი წარმოდგენით მაშიახის მოსვლამდე ჩეშმარიტ ხსნებად. ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს ნაცვლად, რომელიც ესეც გარდაცვლილია ეს კაცი. ეხლა რატო ვამბობ ამას, ესეთი ექსკურსით რატო დავიწყე? ამ თემებზე საუბარი დაიწყო და დავიწყეთ 1995 წლის 9 იანვრიდან და ეს საუბარი დაიწყო ამ მოვლენის მარტივად ქრისტეს სიტყვით და სულით მეორე მოსვლის შესახებ ქართველმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწე აკაკი ჯორჯაძე. მაშინ არ მოგეხსენებათ 95 წელია. არაფერი ინტერნეტის გავსი არ არსებობდა. მაშინ იყო რადიო, ტელევიზია, პრესა და ის მასობრივი საშუალებები ის შესაძლებელი, რითაც მაშინ ერთგვარად დედამიწის ცივილიზაცია ჭყალებში მონაპოვარით სარგებლობდა. ესე იგი, ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, დაახლოებით 30 წელზე მეტი. როდესაც უკვე ადრე თუ ამას დიდად ეწინააღმდეგებოდნენ ვის მეორედ მოსვლა, რა სისულელია, კონსპიროლოგიური აზრია, რა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რა წყლიდან ამომავალი ლევიათანი და მოკლედ ელი ამბავი იყო რელიგიაშიც, რელიგიური კუთხითაც, პოლიტიკური კუთხითაც, რა არის ეს სისულელია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა აღმოჩნდა, რომ ყველა სარგებლობს, მანამდე უნდა გითხრათ ეს ხაზგასმით და აღნიშნო, რომ მანამდე ვინც კი რამეს ამას იტყოდა, ოდნავ გადაგკვლადაც იმ ადამიანებს ყოფდნენ, ანადგურებდნენ მის ნაშრომებს, წვალდნენ ერესა და აცხადებდნენ და ასე შემდეგ. ეხლა აი ამ საშუალებებით, რასაც ინტერნეტი ქვია, ყველა ძალიან დიდებულად საუბრობს თურმე დიდად გასწავლული და გამძნობილია. ეს ეხება პირველ ყოვლისა საქართველოში ჩვენს ჭყალებში, ესე ვთქვათ, ინტელიგენციას, რომელსაც ბატონი აკაკი უწოდებდა ერის გონის მატარებელ ადამიანებს, ინდივიდებს, რომელსაც აქვს ქართული ეთნოსის, ქართული ერის კოლექტიური აზროვნების ეს მიცემული და ამიტომ უნდა ინტელიგენტი და ერის გონის მატარებელი ადამიანი ერთმანეთთან დიდად განსხვავდება, როგორც ადადებდა. მაგრამ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ ეხლა კი საუბრობენ ეს ბატონები ერის გონის ესე იგი საამაყო ჩვენი შვილები აი ამ თემებზე რა, გლობალურ საკაცობრიო მნიშვნელობის თემებზე. მაგრამ მაშინ პირველი წინააღმდეგები იყვნენ. ეს არ არის ეხლა დიდი გასაკვირი და დიდი სავიშვიშო და დიდი სატრაგედიო. თუ თავარია ამ სიტყვამ თავისი გზა გაყოლა და უნდა გითხრათ დღეს არათუ უბრალო ქართველი კი არა და მთავრობაში პრემიერიც კი და ჩვენი
პარლამენტის თავმჯდომარე რო საუბრობს, მე ვფიქრობ ალბათ ჩემზე უწინ იყვნენ მეთქი ეს პატივცემული ბატონები, ბატონ აკაკისთან მოსული ამ სიტყვასთან მოსულები თქო რა. არა ეს საკითხს ბოლომდე არ ჭრის რა თქმა უნდა. ეხლა რატო დავიწყე შოვიდა? ხო, მეორედ მოსულა. რუბელზე არ მოვა მასხობად. და ეს ძალიან დიდი პრობლემაა მთელი საქრისტიანოსთვის. ეს იქნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და არა მარტო ქართული მართლმადიდებლურია ეს ნაწილი და რომის პაპისტური ნაწილი, რომელსაც კათოლიკებს ეძახით რა და კათოლიკე რეზოლუციით და საყოველთაოს ნიშნავს. ისინი მოწყვდნენ სრულად აბსოლუტურად ქრისტიანობას 40 წლების შემდგომ, როცა 1940 წელს 55 წელს დაამთავრა პიუს მე-12-ის აპობის დროს მთელი რიგი პოლიტიკური ზეწოლების შედეგად მიღებული იქნა კონგრეგაციები, შეთანხმებები, რის შედეგადაც მე 60-ან 70-ან წლებში ეს უკანასკნელი გამყარდა და მარტივად დღევანდელი იმ რომის პაპისტურ ჭყალებში ეკლესიას ეწოდებოდა იუდეო-ქრისტიანული ეკლესია. ეს გაფორმებული, ეს რომ იცოდე. რომის პაპი, როგორც მისი ადგილსამყოფელი ვატიკანი, ეს არის იგივე სახელმწიფო და მარტივად იმ სქიზმის შემდგომ, რომელიც 1054 წელს მოხდა, დღევანდელი ვატიკანში პონტიფიკის ნებისმიერი პონტიფიკის აღსაყრების შემდგომ ყველა აღსაყრებული და ყველა არსებული მანამდე ვინც ეხლა ლეონია ხო ეს რომის პაპი ყველა იყო და გახლავან ანტიქრისტები იმიტომ რომ მათი თეოლოგიური უმთავრესი დებულება არის რომ აი სქიზმა რის გამოც მოხდა სქიზმა კი მოხდა იმის გამო რომ სულიწმინდა გამოდის მაცხოვრისგან და თუ მამისგან და მარტივად მართლმადიდებლური აქეთ მხარე იყო უფრო მართებული, იმიტომ რომ სანამ მაცხოვარი ცად არ ამაღლდა და ამაღლებიდან 50 დღეს არ გადმოვიდა სულიწმინდის ენებით, სულიწმინდა ცეცხლოვანი ენებით ამ მოციქულებზე და მოწაფეებზე. მანამდე აი ეს პატივცემულები ჩვენი რელიგიური ამ რელიგიის ქრისტიანობის გადაგებლები მოწაფეებისა და მოციქულების სახით წყლით დათვალდნენ. და მის შემდგომაც მე მარტო მათ მიეცათ ცეცხლოვანი ენების გადმოსვლის შემდგომ ისინი მიუხედავად იმისა სულიწმინდით იყვნენ განათლულები უკვე მაინც ეკლესიურად დარჩა წყლით განათლება. მათ ეს უფლება არ მიეცათ რომ ასევე სხვები გაენათლათ სულიწმინდის მაგივრად. და ეს დებულება რომ მაცხოვრისგან გადამოდისო რა ეს იყო წმინდა წრის პოლიტიკური გადაწყვეტილება. რამე თუ შემდგომ ამ გადაწყვეტილებისა მათ რომის პაპისტურმა ეკლესიამ განაცხადა ერთ-ერთი ბულით რომელიც ძალას შევიდა რომ ის წარმოადგენს რომის ყოველი პონტიფიკი წარმოადგენს ქრისტეს ნაცვალ დედამიწას. ეს რაში ჭირდებოდა? ეს ჭირდებოდა მარტივად მართლისთვის, ძალაუფლებისთვის, ფულისთვის. ასე რომ ყველა პონტიფიკი ანტიქრისტია. მარტივად და უბრალოდ. დარანაირი მართად საუბარი მით უმეტეს ეკუმენური არ შეიძლება. რა შეიძლება თვითონ ეკლესიას. ამ სქიზმის შედეგად აი ძალიან აი როგორც ვთქვი რუსულ აი ამ სიტყვას სნიაჭაშკა შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ერთიანი საყოველთაო კათოლიკო მართლმადიდებლური ეკლესიის ჯულები და ეკლესია არსებობს. არა, ყველა არის სექტა. რელიგიური სექტა ქრისტიანული. იმიტომ რომ ერთიანი საყოველთაო კათოლიკური მართლმადიდებლური ერთიანი აი ეს რასაც ქვია კრებული მორწმუნეებისა
განხეთქილებაში და განდგომილებაში ჩავარდა. 1054 წელს გაგრუნდა ეს აქტი სქიზმის სახით. კათოლიკურ სამყაროში გამოეყო კიდე მრავალი მიმდინარეობები, პროტესტები და ასე შემდეგ და ეხლა 3500 თუ 3700 ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. ამას ხას რატომ უსვამ? იმიტომ შემოკარგებო, რომ ეს თავარი სულიერი საკითხებია, რომელიც მართალია ფიზიკურად თითქოს არ ჩანს, მაგრამ ის ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულებში, ჩვენს სხეულზეც ისახება. ეხლა რაც შეეხება მე მინდა შევეხო აქ ვითა განვითარებულ მომხრეებს საქართველოში და ჩვენ ორგანიზაციასთან მიმართებაში. 1995 წლის 9 იანვრის დღის 2 საათზე ამ სიტყვის გაცხადების შემდგომ აქ მოვიდნენ ადამიანების ჯგუფი შედგა, რომელმაც მიიღო ეს სიმოცემულოსული მეორე სიტყვა და იმ დღიდან მოყოლებული შეიქმნა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვა. მე ამ მოძრაობა, ღვთაებრივი მოძრაობა ახალი სიტყვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი ერთ-ერთი სექტორის, ერთ-ერთი განყოფილების, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მიმართულების, მნიშვნელოვანი მიმართულების, რასაც ქვია რელიგიურ ორგანიზაციებთან და კონფესიებთან ურთიერთობა. მეტყვი ეს სფერო ძალიან კარგად ვიცი მე საქართველოში, როგორ არის წარმოქმნილი რელიგიური ორგანიზაციები და ჩვენ რა მდგომარეობა ჩვენს დედა ეკლესიაში. გამხეთქილება ყველგან არის. ამას რაც არ უნდა მალოთ, ჭირმა თავი მალა, მაგრამ ვერ დავა. ეს არ არის თავი, რასაც მოგეუბნები. უბრალოდ მე 95 წლიდან 4 წლის მანძილზე ჩვენ აი ამ გაზეთები ჩვენი შესაძლებლობით სიტყვა გაგქონდა და ხდებოდი მთელი მაშინდელ არსებულ პოლიტიკურ სპექტრს, პოლიტიკურ პარტია ორგანიზაციებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოძრაობებს, მე NGO-ებად რო გადაკეთდა განსაკუთრებით ამ პროცესს 94-93 წლის მიჯნაზე ეს ორგანიზაციები ქართული მაშინ უფრო მეტად იმიტომ რომ არსებობდა ქართული ენის პალატა ლევან გუნჯილია იყო ხელმძღვანელი და ეს NGO-ს ესე ვერ იტყოდნენ რა, ვერც პრესაში და ვერც ტელევიზიაში იტყოდნენ საზოგადოებრივი რაღაცა არასამთავრობო ორგანიზაცია. ესეთი მოტანება ქართულ ენაზე, ესეთი გამეშებული შეტევა ესე ლევან გუნჯილიას ხელმძღვანელობისას ამ ენის პალატასთან მიმართებაში ეს ადრიდებული იყო და იმიტომაც როდესაც მოვიდა ეს ალბათსახსენებელი წინა რეჟიმი მიშა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ენის პალატა გააუქმა და ეხლა რომ გაივიდეთ ქართულ ესა თბილისის ქუჩებში და ნებისმიერ რაიონულ და ქალაქის დაბა ტიპის ქუჩებში და წააწყდებით ქართული წარწერა არ არის ჩემი ბატონო და წერია ლათინური ასოებით, ინგლისურად, იტალიურად და ასე შემდეგ. თურქულად, არაბულად. როგორც ვთქვათ, დაჰკა კოლავ რა. საქართველო, ჯორჯია, ინგლისურად და მიდი მოვდივარ რა. არასამთავრობო ორგანიზაცია ვის გარდა იყვნენ ადამიანების ჯგუფები, რომლებიც ასევე ზემოქმედებდნენ პოლიტიკაზე, პირდაპირ საზოგადოებრივ აქტივობებში იყვნენ ჩართული და ყველას ხვდებოდნენ. მაშინ ჩვენ ორგანიზაციაში მოვიდა ერთი ადამიანი, მრავალი ადამიანი მოდიოდა, ყველა პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური ვექტორის წარმომადგენლების. ბატონებისთან ამ ყველა დადიოდა. ბატონების მიერ გაცხადებული ამ მეორე მოსული ახალი სიტყვის მოთხოვნა იყო, რომ ყველა უნდა მოვიდეს. და სიტყვის თანახმად ჩვენ ვიცოდით ამ მოსულის დიდებთან, რომ არიან ადამიანები სიკვდილზე მის მუშაობენ, მარტო დამანგრევები და არიან ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გახანძლებაზე მუშაობენ.
ნუ ესეთი ფორმულირება ძალიან კორექტული, ძალიან მორბილი, რომ ადამიანები არ დაზაფხულებენ ამასთან დაკავშირებით. აი და ყველა ჯურის, სპეცსამსახურის, ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლების დიდი მოდინება იყო ჩვენ ორგანიზაციებში და უშუალოდ ბატონ აკაკისთან. როგორც აზრობასთან ამ სექტორის გამცხადებელი. იმ დღიდან, ესე იგი 96 წელს, 98 წლიდან წლის ბოლოს ჩვენი ორგანიზაცია მოძრაობა ახალი სიტყვა, მაშინ თავარჩეული არ აყოლდა. ადამიანებმა ის ჯგუფმა, სხვათა შორის ძალიან შეძლებული ადამიანების გულისხმობ იმას, რომ შეიძლება არა ფინანსური, არამედ აი უნარებით, იმ უნარებით, რითაც ადამიანები არიან გამორჩეული. ეს უნარი არის გონება, სიტყვა, კომუნიკაცია და მათ შეძლეს ის, რომ ურთიერთობა გავაბარა ძალიან მჭიდრო მეცნიერებათა აკადემიასთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და ამ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებობდა ესეთი ორგანიზაცია საქართველოს ისტორიული ეთნოგრაფიული საზოგადოება ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის, რომლის საპატიო და ასევე მოქმედი პრეზიდენტი იყო მაშინდელი 10 გარდაცვლილი, რომელმა აცხონოს აკადემიკოსი ანდრია აბაკიძე. მეხუთე სართულზე მეცნიერებათა აკადემიაში მათ რა თქმა უნდა ჩვენი ქართული საქართველოს აკადემიის პრეზიდენტის მაშინდელი პრეზიდენტის გამგებლობის თანხმობით და ესე იგი იმით ჩვენ დაგვიწყებს ეს ადგილი და ჩვენი გვემოვაწყდება. ეხლა რატო ამბობ ამას ხმას რატო უსვამ? აი მეხუთე სართულზე როდესაც ამ პატარა ოთახში, მცირე ოთახში, სადაც ისტორიის ეთნოგრაფიული ეს საზოგადოება იყო მეცნიერებათა აკადემიაში, ჩვენ როდესაც დავიწყეთ გაზეთს, იმიტომ რომ გაზეთის რედაქტორი ვიყავი მე 96 წლიდან გაზეთი მეტისინათლის ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციებთან და აქ ჩვენ კიბის უჯრედზე ლიფტიდან რომ გამოდით, იქ იყო სოროსის ორგანიზაცია. ჯორჯ სოროსის ორგანიზაცია. ასე რომ ჩემი კურსელები და უნივერსიტეტელები, ესე ვთქვათ, ივანე ჭავჭიშვილის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხშირად ხედავდი რა, მოდიოდა მივიდიოდა. ასევე მესამე სართულზე იყო ასევე არა სამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია. გარდაბოლო ნანა კაკაბაძე რო ხელმძღვანელობდა ბატონ კილიან ნიკოლაიშვილთან. ესე იგი მე ხო ყველა კაბინეტში შესული გახდით, ყველა კაბინეტში ყოფი ადამიანებთან ურთიერთობები მქონდა, საუბრები ამ მოვლენასთან, ამ საკითხებთან, პოლიტიკურ სულიერ საკითხებთან და უნდა გითხრათ, რომ მთელი ეს ქართული საზოგადოება იყო არათუ ვერ ხდებოდა და ვერ იაზრებდა მოვლენის არს, არამედ პოლიტიკურ თემაშიც და პოლიტიკურ თეზადებულებაში, რომ საქართველოს ამ გეოპოლიტიკურ, აი ამ გზაჯვარედინზე უნდა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, განსაკუთრებული სტატუსი. განსაკუთრებული სტატუსი ყველა იყო წინააღმდეგ. ყველა არ ვახსენე მე ამ შემთხვევაში კალბატონი ნანა კაკაბაძე. ისია როგორც უფლებათა დამცველის პოზიცია ასეთი გახდა. დღეს კიდევ მადლობთ მადლული შეიცვალა და აცხადებს ჯერ გააკეთა მოძრაობა ნეიტრალურ საქართველოს და მე პოლიტიკურ სუბიექტადაც გააფორმა ბატონ კილიან ნიკოლაიშვილთან და ბატონ შაქარაშვილთან ერთად სახელი აღამახსოვრდება ამ ხალხს და კაცს. ძალიან მისცა. და ის კი არ არის დაცადები და არ დაგიდებთ იმას, რომ მთავრობამ და ამ ადამიანებმა ძალიან ამკრებულმა კარგად იუწყის, რომ ჩვენ შევარდნაძის მმართველობის დროს დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, რომ შეიცვალოს არსებული წესწყობილება, როგორც საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია, მისი პოლიტიკური ზედნაშენი, მართლის პოლიტიკური სისტემა და საქართველოს რომ გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული სტატუსი. და სამგზის გვაქვს ჩატარებული ამ ხელმოწერების საფუძველზე. სამგზის გვაქვს ჩატარებული ამ ხელმოწერების საფუძველზე ეროვნული ყრილობა, რომელიც მიღებულია იურიდიული დოკუმენტი, სადაც უნდა იქნეს შესრულილი ეს უკანასკნელი, როგორც საზოგადოებრივი ეკონომიკური ფორმაცია, კაპიტალიზმი, მისი პოლიტიკური შეგნაშენი, მართლის პოლიტიკური სისტემა და ასევე საქართველოს უნდა გამოაცხადოთ ნეიტრალური პოზიცია, განსაკუთრებული სტატუსი.
ეს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტი ეს ისეთივე მნიშვნელობის არის, როგორც 1921 წელს ავასახსენებელი ნორვეგი ჟორდანიას მთავრობის მიერ იძულების წესით იქნა მიღებული, მათ იძულების წესით რომ მიიღეს კონსტიტუცია 1921 წლის 23 თებერვალს, 25 თებერვალს კიდე თბილისი აიღეს. გემზე გარბოდნენ, გემზე იყვნენ და თურქეთში გადადიოდნენ და მე იქიდან წავიდნენ მიგრაციაში. გამყიდველი ეროვნული ინტერესების გამყიდველი ჟორდანიის მთავრობა, რომელიცაც საერთოდ არ უნდა საქართველოს დამოუკიდებლობა ეს გამოცხადება, უბრალოდ იქ ბოლშევიკური წითელი რუსეთის იმპერიაში მოვიდნენ ბოლშევიკები. ის მეშევიკი იყო. და ერთ-ერთი თანაავტორი იყო და იმ კრებას ესწრებოდა, სადაც ილია ჭავჭავაძის გამოუტანეს სასულიერო განაჩენი. მრავალი მეცნიერი არსებობს ახლა ისტორიკოსი, რომ ეს არ იყო და არა ბოლშევიკებმა გამოუტანეს განაჩენი, თითქოს ახლა კარკაუცკი ის მეგობარი არ იყო რა, ეს პატრიოტული ჟურნალი. დავანებოთ ამას და მე უბრალოდ ეს დეტალი იმიტომ გავაგახსენებ ჩემო კარგებო, რომ გითხრათ, რომ როდესაც საკითხი დადგა 90-იან წლებში 1990 წელს ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების მიერ ეს უნდა დაფუძნებოდა დამოუკიდებლობის აქტი. ხო, კონსტიტუცია, ხო, აი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის კონსტიტუცია იძლეოდა იქიდან გამოსვლის 78 მოდის თანახმად გამოსვლის უფლებას და ამას გარდა, როდესაც ჩვენ ჩავატარეთ რეფერენდუმი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებმა ჩვენ ხარი დაუჭირეთ, რა ქვია, საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას და მაშინდელმა ერთგვარად პარლამენტმა უზენაეს საბჭომ ჯამად ყოფმა მისმა ხელმძღვანელმა უზენაეს საბჭოს თავმჯდომარემ ზოგადად გამსახურდია გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა. მაგრამ დამოუკიდებლობის აქტი ერთია და მაშინ საკითხი იქვე დადგა კონსტიტუცია როგორ არის რა, რომელ კონსტიტუციაზე დავეავტო და ამაზე მთელი ბატალიები, ძალიან დიდი ბატალიები, მაგრამ რეალურად მაშინდელი კონსტიტუცია არის ასევე მე შევარდნაძემ რომელმაც დაამხო ზოგადად გამსახურდია მისი ხელისუფლება პირდაპირ ეხლა რა თქმა უნდა შევარდნაძეს არ მეუღია მონაწილეობა ავტომატით ხელში და ის არ შევარდნილა რა ქვია მაშინდელი უზენაეს საბჭოს ეხლანდელ პარლამენტის შენობაში მონაწილე ბოევიკი არ იყო, მაგრამ ყველაფერს ის დირიჟორობდა. აი მის მიერ მიღებულ კონსტიტუციაცაც 21 წლის კონსტიტუცია დაერქვა. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აი ესეთი მნიშვნელობის არის 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია. აი მსგავსად ასეთი მნიშვნელობის არის. მას ყავლი არ გასდის. მას ყავლი არ გასდის. ეროვნული ყრილობის მიერ მიღებულ ეს გადაწყვეტილებები 1,700,000 რაოდენობის 2 მილიონზე მეტიც ადამიანის ხელმოწერით გამოხატული ნება, რომლის დელეგატებიც იყვნენ აყრილობაზე, ხელმოწერთან რიგებიდან იქნენ დაბებში, სოფლებში არჩეული დელეგატები და ეს ყრილობის დელეგატებმა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, ის მას ყავი არ გაუყო. ისევ დღესაც წესრიგში დგას არსებულ წესრიგის შეცვლა. ნეიტრალიტეტის გამოცხადება განსაკუთრებული სტატუსი. არცთვის პოლიტიკური სისტემის შეცვლა. და უმთავრესი წყობის შეცვლისთან დაკავშირებით ქონება. აი ამაშია საქმე, ხაზი მინდა გაუსვა ამას და ყურადღებით საყურადღებო ფაქტს მოგახსენებთ, რომ ფორმაცია ის არსებული რომ ნებისმიერ ფორმაციას საკუთრების ფორმასთან აგვაქვს კავშირი იმის წყალი, მიწა, წიაღისეული, სრული მატერიალური ფასეული ქართველი ერის საკუთრებაა. აი ამის წინააღმდეგია მავანი და მავანი. აი ეს ჭყალებში ვითომ ქართველი, რომელმაც ჩვენი ქონება 75 მილიონი დოლარად შეფასებული ვაუჩერის სახით, გამოცემული ვაუჩერების სახით ჩაიდო ჯიბეში. დღეს საქართველოში ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარდა მრავალი მილიარდერი გვყავს. ქართული გვარსახელებით სხვათა შორის. მაგრამ შიგთავსით ვინ არიან ესე? ეს უკვე საკითხავი და სხვა თემა. აი ამათ არ უნდათ ამ ცვლილებების განხორციელება. და მთავრობა გინდა არ გინდა, მათ ინტერესებს იცავს. და ესენი ჩამორჩენილები არიან. მაშინ მწერალმა
აკაკი ბაქრაძემ ჩვენ გითხრა თქვენი მატარებელი ექსპრეს ჩამორჩით ვისაც გინდა შემოახდით დაძრულ მატარებელს ვერ შევახდებით ეს ქართულები დაძრულ მატარებელს რასაც ექსპრესი ქვია გლობალური თამაში ჩართული ყველა სადაც მარტივად ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგეს და ამ ბატონები ესენი ჩამორჩნენ ესენი პროვინციალები არიან ჩემო კარგი მე ფეშენებულ სახლები აიშენეს მაგათ სახლებს შეხედეთ ერთი რა გემოვნების ხალხი არიან მაგათ არქიტექტურებს ვინ არის ესეთი არქიტექტორები რომ ესეთ სახლებს უშენებენ საშინელი რაღაცა მართლა საკანური რა ქვია ჯოჯოხეთური რა ქვია ციხე რაღაცა გოდოლებს რო აშენებენ რა ვითომ მოდერნი და რაღაცა პოსტმოდერნიზმის და სინამდვილეში პოსტმოდერნად წილი მოჭამა რა მაგება ესეც არის ხან თებს დადგავენ ხან შუშებს გააკეთებენ ხან კუბებს გააკეთებენ ხან რუბიკ კუბიკებს თამაშობენ ნუ კარგად ვერ აქვს გემოვნების საკითხზე მართალი არ დავუბრუნდ მაგრამ ეს ჩვენი კულტურა არის და უმთავრესი ამები არისია რომ ინკლუზიური კაპიტალიზმი ვიყოფებით სადაც გადაწყვეტილებაა მიღებული მსოფლიო მმართველების მიერ, ვინც ზემოთ რომ მოგახსენეთ აი ამ პატივცემულებს და თვითონ ტრამპმა თქვა deep state-ი, სიღრმისეული მთავრობაა. რომ ამათი ქონება უკვე ჩათვალე, ფული ხო აქვს, იყო შენი გახდა ჩემი, მაგათი აღარ არის. უბრალოდ დროის აი ამ მონაკვეთში ესენი რაღაცას როგორც იტყვიან აი ვითომ რაღაცას რა, აი ხალხალებენ, მაგრამ მათ ახლა ძალაუფლება აქვს ხელში, ფული აქვს, ფული კიდე ძალაუფლება და აი ესე манипуლირებენ ჩვენზე და ჩვენ მიგვაჩნია რომ დიდი ვინმეები არის. მაგრამ ჩამორჩენილები არის ძალიან მარტო პროვინციელები არის. როგორც ვიარ გამსახურდიაზე და მის მოვლენაზე, განმათავისუფლების მოძრაობის აი ამ ლიდერზე, მამანმა და მამანმა, იმ ევროპამ და იმ ამერიკამ თქვა რომ ეს კაცი და ეს მოვლენა არის პროვინციული ფაშიზმი, ეხლა მე გეტყვით თქვენ ბატონებო, ყველას გეკუთვნით ეს ვინც აი ამ კაპიტალის ინტერესებს იცავთ რა. რომ თქვენ ახართ ჩამორჩენილი პროვინციალები. უკვე როგორც იტყვიან ესეთი ტერმინი, გაპუსიაკებული კაპიტალისტები, რომელიც თქვენ გონიათ რომ თქვენი ქონება აღარ არის თქვენი რა. ხوارზე ეს ქვეყანა აღარ იქნება, არც თქვენი იქნებით. ისეთ გეოპოლიტიკურ თამაშია თელესოფლიო ჩართული. დედამისეული ადამიანი აღარ უნდა არსებობდეს. ბიორობოტები უნდა შემოვიდნენ. სინჯარაში უნდა გამოიყვანონ. ეხლა ვინმე მეტყვის რომ უიმე არაო, დოლი ხო გახსოვთ, დოლი. ცხვარი დოლი და იმის კლონი რო გააკეთეს. იცით რამდენი ესეთი ექსპერიმენტებია უკვე ჩატარებული და ეს დანარჩენები რო უნდა გავწყეთ ეს ამისთვის იყო მთელი რიგი პროგრამა დამუშავებული ერთი ეტაპი, მეორე ეტაპი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო სოფლიოში ეპიდემია. ეს COVID-19-ით მონაწილე. ამიტომ ეგრე ჩამორჩენილები არის. ეხლა კიდევ უბრუნდები ამ უმთავრეს საკითხს, როდესაც ჩვენ იქ ვიყავით რა. მესამე აკადემიაში მე გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ გადავედით მისამართის შევიცვალეთ და იმ დროს აუცილებელი იყო პოლიტიკური ერთგვარი ტრიბუნა მოგვეპოვებინა და შექმნით პარტია პოლიტიკური გაერთიანება მძლევრები. ამიტომ ეს საჭირო საკითხები გადაგვეჭრა. ხელმოწერების შეგროვების უფლება, ლეგიტიმური უფლება ქონდა, რომ პრეზიდენტი მაშინ შევანაძე მმართველი გახდათ, რომ ეს და ვიღაცა ჩვენ არ ყოფილიყავით, ვიღაცას არ ჩაითვალა, რომ ეს არ არის და ამიტომ არჩევნებში გვიმიგურია მონაწილეობა რეგობაჩოვად. მაგრამ იმ დროს, ესე იგი, მე ამას ვამბობ, რომ აი, როდესაც პირველად 2002 წელს საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილი იყო, მშვიდობიანად უნდა მოხდარიყო, იმიტომ რომ მეორედ მოსულის საკითხი წდება აი პოლიტიკურად. მაცხოვარს როდესაც კითხეს, აი როგორ მოხდებაო, მე ჩამოგითვალეთ, რომ ეს ნიშნები არსებობს, რომ ადგილად მიწისძვრები, სალმობანი, ეპიდემიები, ომები და ზნეობრივი მოვლენა. ყველა ნიშანი სახეზოა. მაგრამ მაცხოვარმა ასე ვკითხა, რომ
უკეთური და მემრუშე მოდმა ეძებს სასწაულს, მაგრამ სასწაული არ მიეცემაო, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულის. და ეს იონა წინასწარმეტყველის სასწაულის დედა აზრი, დედო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ 40 დღეში რომ უნდა დაიქცეთ და დაიღუპოთ იონამ, როდესაც განუცხადა ქალაქ ნინევეში ნინეველებს, ისინი იმათ საგონებელში ჩავარდნენ, მონანიერი სინანმარდნენ, გაიგო რა ეს მეფემ, ჩამოვიდა ტახტიდან, ნაცარში დაჯდა, ჯვალო ჩაიცვა, გამოსცა წერილი კანონები, მარტივად დააგდეს ბოროტების გზა და აღარ იყო ის ბოროტი. ლამაზი ციერმა, ღმერთმა აღარ იყო ის ბოროტი, რასაც უბიდა. და ნინევე 100%-ით გადარჩა. აი ეს სასწაული მოგეცემა. ოღონდ სინანული შემთხვევაში და შემდგომ მაცხოვარი თავად წერილებში გვეუბნება, რომ ორნი იქნებიან ერთოზე, ერთი წარეტაცება, ერთი გადარჩება. ორნი იქნებიან, მაშინ 50-50-ზე გადანაწყვეტა. მაგრამ მე იოანეს გამოცხადებაში მაცხოვარის პირით ჩვენ გვეთქვა დედამიწულ ადამიანს, რომ 2/3 გადარჩება, 1/3 მოიწვია. ეხლა კიდევ ერთი. ჩემო კარგო, ეს გორი როგორც თქვია, ჩემი იუმორია. მე არ გამიწერია გამოცხადება. ეს დაწერა იოანე ღვთისმეტყველმა. მოწაფე რომელსაც უყვარდა, რომელიც უყვარდა. აი ეს წერილში. და გამოცხადებას როდესაც წაიკითხა, ხო, კაცი, რა მარტო. იქ ომებია აღწერილი. ფიზიკურად თუ სხვა სიმბოლური დატვირთვებით, მაგრამ იქ რკინის კალია, იქ გაქტორიული იერარქიის ომია, ძალიან სერიოზული იერარქია გამოყენებული და იქ არის ომი. ომის უმთავრესი მიზანი არის, რომ ანტიქრისტე გამეფდეს და ამას ეწინააღმდეგება მეორე მხარე ჩვენი მაცხოვარი და ზოგადად სულიერი ერის სამყარო. ღმერთი მამაზეცი. იქ აღწერილია მხეცი, მიწიდან ამომავალი, მსგავსი კრავისა, ორქიანი, რომელსაც ზახვა აქვს, ვითარს ურჩხულის, მაგრამ ის მხეცი მარცხდება კრავთან. კრავს მცირე აქვს მართალია. ეს ვინ არის ეს მხეცი ორქიანი, მიწიდან ამომავალი? ეს არის მარტივად ორი რქა, ერთის მხრივ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული ეს პოლიტიკური ბეხრები, მანქანა სოციალისტური ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ვარშავის ხელშეკრულებაზე და მეორე კაპიტალისტური, რომელიც ეკონომიკა და რომლის მარკის უმთავრეს სადავეც წარმოადგენდა მიწიდან რა მოდის, უმთავრესი რა არის ეკონომიკის? ნავთობი. ლევიათანზეა წერილი, ლევიათანი წარმოადგენს კოლექტიური დასავლეთი ბრიტანეთის სიკვდილის და ამერიკის შეერთებული შტატების სიკვდილის. და ეხლა გადახედეთ მე, ეხლა აი ეს სქემა, მოდელი გადახედეთ, ვისთან ომობს. თლად რუსეთშიც არ არის, ეხლა რო გითხრათ, რუსეთს თავისი დამოუკიდებლობა მისი აქვს ასასრულებელი, მაგრამ რუსეთს რუსია არ მართავს. როგორც საქართველოში ქართველი არ მართავს ქვეყანას და თავის თავს. მე თავში გითხარით, ვინ მართავს სოფლიოში ამ სახელმწიფოებს. ვისი მარიონეტები არიან სოფლიო პრეზიდენტები და მმართველები, პრემიერები და ასე შემდეგ. აი ამ საკანისტების ხროვის. ამიტომ მე არ გამიწერია გამოცხადება. და ის წერილები, საფრთხო წერილები, ხო? ზოგადად წერილებს გულისხმობ, წმინდა წერილებს, ეს არის ძველი აღთქმისეული წერილები, არის ახალი აღთქმისეული, ხო? იმ ძველ აღთქმაში ასევე აპოკრიფებიც არის, რომელიც თავის დროზე სანამ მსოფლიო კრების განგებულებით არ იყო მიღებული, რომ და არ იყო ჩათვლილი, რომ ეს არის აპოკრიფული რაღაცა ნაწარმი. მარტივად ომი არის სამყაროსეული, ომი არის სულიერი. სანამ დედამიწაზე ადამიანი გაჩნდებოდა და მამაზეციერი შექმნიდა კაცს და თავის ხატად და როგორც თქვია, თავის ხატად მამაკაცად და დედაკაცად შექმნიდა ის, მანამდე უკვე ეს, რა ქვია, ჯანყი უკვე მზადდებოდა სულიერ სამყაროში. უბრალოდ დედამიწისეული
უკვე ადამიანის გაჩენის შემდგომ მოხდა დიდი უკვე აშლილობა. ეს აღწერილი რელიგიურ წყაროებში. ეს მარტო ქრისტიანულ რელიგიურ წყაროებში და ძველი წმინდა წერილებში კი არა, ესეთი მითოლოგია და რელიგიური ისეთი მსგავსი ფაბულა, დედო აზრი არის აღწერილი სხვადასხვა რელიგიურ წყაროებში, მითოლოგიაში, ხალხის კოლექტიურ ცნობიერებაში. მსგავსად. ამიტომ დღესაც კი ესე იგი ეს ჩვენი უმთავრესად მაცხოვრის მიმდევრები ვართ, მაცხოვრის ცოცხალი მოსულმეული სიტყვის მოზიარენი ვართ, მისი მიმდევრები ვართ და ჩვენ რა თქმა უნდა მაცხოვრის მოსულ სიტყვას, მისწავლებას მივყვებით. მარტივად. გამოცხადებას უბრუნდები. იქ არის პირდაპირი ომი. ანტიქრისტეს დემონების ჯარი უტევს ადამიანს თუ დახოცოს. აი ესეთი მარტივი სქემაა აღწევი. რო გავამართლე. და რო არ დახოცო, ამიტომ შემოდის ციური ხედრობა. ციური ხედრობა, რომელსაც მას წინამძღოლი ყავს. ეს პერიპეტიებია აღწევილი. როდესაც ჩვენ ქართველობამ როგორც ლაბორატორიაში, აი პატარა ლაბორატორიაში რაღაცა მოწყდება, ქართველმა ერმა და საქართველოს სახელმწიფომ თქვა უარი მშვიდობიანად აი ამ ძირეული ფუნდამენტალური სრულების განხორციელებაზე, ეს საკითხი, ამ საკითხი მშვიდობიანად იონას სასწაულის აღსრულებას დაესვა წერტილი. ბატონ აგაბის ამ წუთისოფრიდან გასulis უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ 2022 წლის საერმოს, როდესაც ამის სათანადო ნიშნები არ მოვიდა, მარტივად უნდა მოსულიყო მშვიდობიანად ხელისუფლებასთან ერთად და ეკლესიასთან ერთად ეს საკითხები უნდა გადაგვეჭრა. ცვლილება არ გვეხორციელებინა. ეს რო არ მოხდა, ცოტა ხანი ხნის საერმოდან 15 თებერვალამდე რა ვადა, ხო რა ამდენი გაიყვანა მამაზეციერმა წუთისოფრიდან ბატონი აბა. ჩვენ ძვირფასი ადამიანი, ჩვენ უფროსი მეგობარი, მამა და ასევე საზღვაო კაცი მოგეშთი და ასე. დარჩა ესე იგი ან სიკვდილი გადარჩენა, სიცოცხლის გახაზრება, ან სიკვდილი. სიკვდილის როგორც ვიტყვიან, აი სიკვდილზე მომუშავე ადამიანები დღემდე აქ არის. დღემდე საქართველოში არის და ჩვენ ორგანიზაციაშიც იყვნენ, იმიტომ რომ და რატომ იძახი ამას? რომ იყვნენ მაგალითად 2002 წელს, როდესაც ჩავატარეთ ყრილობა, უკვე გითხარით, რომ გადაწყვეტილება იყო მიღებული შევარდნაძე და ჯორჯაძე ერთმანეთს მოზისაუბრნენ, ეს საუბარი პატრიცემულმა მამრაძემ მოასმენინა და მე დაიკვეთნა პატრიცემულმა პეტრემ, რომ მე ვაშინგტონსაც თეთრ სახსაც ვასმენინ და კრემში რუსეთსაც ვასმენინე, ამათი შეთანხმება რა. და ღამე როდ დეკემბრის ბოლოს ესე იგი რომ მოხდა ეს შეკრება, ღამე 8 საათზე, ღამე დეკემბერი მოგვიხსენებთ 5-ზე და 6-ზე ნელდება, რომ დილის 5 საათზე წანისის იმაში რა ქვია, რეზიდენციაში თავზე მძინარე შევარდნაძეს დაადგა ბზიგნევ ბჟეჟინსკი. რომ ეს საქმე არ გადააკეთო. მეორე დღის საღამოს 6 საათში პატრუშევი ჩამოვიდა. რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახურის პირველი პირი. იგივე მოთხოვა. მე ჩვენ წავედით ყრილობაზე, ეს ჩატარებული იყო ეს ყველაფერი და უნდა აპრილობის გადაწყვეტილების რეალიზება უნდა მოგვახდინა, ქუჩაში ხალხი უნდა გამოსულიყავით. და გარკვეული რაოდენობით და მე გამოსული ხალხის მოთხოვნის შესაბამისად ჩვენ უნდა წავსულიყავით მე დარბაზში და ამ დარბაზში ყრილობის პრეზიდიუმისთვის უნდა მოხდარიყო გადმობარება ხელისუფლებისთან და უნდა განხორციელებულიყო ის ძირეული ცვლილებები. მშვიდობია. მაგრამ ეს ჩაშავა სამეერმა.
და მაშინ გვეუბნებოდნენ უკვე 2003-ში, როდესაც უკვე ეს აქციები დაგვეყნეთ 15 აპრილის თვეში ხონდა, რომ აი ეს შევარდნაძე არ დადარგება და არ გადადა. როგორ ჩაშალის დიდი ის ისტორია, ამაზე არა ეზის უსაუბრება თონაგარის და მეც არა ეზის მithkomს. წინარები ვინახავ ჩემო კაფე. უბრალოდ მის თქმა უნდა, რომ აი 6 თვის თავზე მე მოხდა რევოლუცია ვარდების ეგრეთ მჭყალებში. ეცვლებები მოხდა შევარდნაძე მართლა წავიდა. სახში წავედი, ხო გახსოვთ? ეხლა რატომ ამბობ ამას? აი პირველი ხილობა რომ ჩავატარეთ, იყო აი დამანგრევლების ერთი ჯგუფი, ну, საკმაოდ ძლავი ჯგუფი, რომლებიც ჩვენთან ერთად კლასდნენ, ერთად ძოლოდით აი ამ საწადელი ბიზნეს მიღწევების, მაგრამ დავალებით, როდესაც მათ მიიღეს დავალება, მოინდომეს არანერვული ხილობის აი ამ დოკუმენტის მითვისება. ეს არის პირველი ხილობის პირველი გადაწყვეტილების და მითვისება უნდა მოხდარიყო შემდეგი გზით, რომ ამეთო მოხდარიყო ესე იგი ეროვნული ხილობის პრეზიდიუმში, სადაც ჩვენ ვიყავით უმრავლესობა წავიდა, ამ ხილობის პრეზიდიუმის მართვის როგორც აპარატის მართვის მითვისება, როგორც იტყვიან, აი დამხობა. და მე ისე თავისას გააკეთებდნენ, თავის ბიზნესს მიიღებდნენ, იმიტომ რომ ეს ადამიანები მოემსახურებოდნენ უკვე ვინც მოდიოდა, ვისაც უკვე გეგმაში ჰქონდა პოლიტიკურად შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა და თავად ქართულ ხელისუფლებაში მოსვლა. ესენი უბრალოდ მოახდენდნენ თავიანთ აი ამ პოლიტიკურ აი ამ დივიდენდის, რასაც ეროვნული ხილობის მიერ მიღებული დოკუმენტი დადგენილება ჰქვია იმის ფინანსურ მარტივად რა 30 წელს გაიყიდა. ეხლა რატომ ამბობ ამას? ეს პირველ ყრილობაზეც ესე მოხდა, მეორე ყრილობაზეც ესე მოხდა, მესამეზეც ესე მოხდა. და უნდა გითხრათ რომ განხეთქილება ყველგან არის, მართლა იყოფა ორად. მაშინაც გაიყო, გითხარით ეკლესია გაიყო, სქიზმის დიდი სქიზმის სქიზმის შემდეგ 1054 წელს რომ მოხდა. ეროვნულ მოძრაობაში მოხდა განხეთქილება. ყველა პარტიაში ხდება განხეთქილება, ამას იყვნენ ეხლა რა თქმა უნდა ადამიანები მოხდათ ჩვენ. უცხო პლანეტელები მართლა არავინ არ მოგისახა. ჩვენთან. ხო და უნდა გითხრათ სამწუხარო ფაქტზე, საჩვენთვილო ფაქტზე მიწევს საუბარი, რომ იმ დროსაც ეს ადამიანები, ვინც ამას აკეთებდნენ, აღმოჩნდა, რომ ხო ის საკვირველება პირველად ვის დაშიც იყო ეს ადამიანი, ეხლა განხეთქილების ერთ-ერთი ჩამოგდები არ მინდოდა ამ თემას შევხებოდი, იმიტომ რომ ბოლო ვიდეო რო დავწევდე, ესე იგი ჩათვალეს, რომ ჩემი ის კრიტიკა დაეწყოთ ამ ადამიანებს რა. ჩვენი მოძრაობის რო ის თურმე აცელი ავწდით ჩვენ აკაკი ჯორჯაძის გზას მოწვდილ სიტყვის მოთხოვნებს და ასე შემდეგ. საუბარი მაგ მანანეს აღლიეთ. მანანე ძვირფასო, შენ მოგმართა. შენ არ იყავი იმ დასის გვერდი? ახალი მოსული რო ბრძანდებოდი. მე რა თქმა უნდა შეინანე და შენ როგორც ასეთი რამეჯერ ვაპატიო მაცხოვარს რო კითხეს ჩემს ძმასო და 767 და გეპატია. არ გახსოვს შენ რომ ესე იგი იმ დასში იყავი? მე ყოველთვის ჩემი ის პოზიცია მქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ კი ბატონო აგენტურაა, კი ბატონო შეცდენილია, მაგრამ მე მონანიების გარეშე და იმ თანამდებობრივი რაღაცის მიღების, იმიტომ რომ მე ეს ხელს გვიშლის მეთქი და ბატონო აგაკი. მეორეჯერაც იყო, მესამეჯერაც იყო და ხო ის საკვირველებაა, ესე იგი ბატონო აგაკი გარდაიცვალა და ჩვენ ორგანიზაციას 9 იანვარი მნიშვნელოვანი შეკრება გვაქვს და ასევე 9 აპრილი გვაქვს. გარდაიცვალა ბატონო აგაკი და 9 აპრილში დაწახებული ვართ და უნდა შევიკრიბოთ რომ გეგმები დავსახოთ და აღმოჩნდა რომ თურმე გარკვეული ჯგუფი მანანა სახლიანის ხელმძღვანელობით არ მოდის შეკრება. არ მოხვდებით თქვენ ჩემო კარგებო და
უნდა გითხრათ, რომ ეროვნულ უწყლობასთან არსებულ პრეზიდიუმთან არსებული ორგანიზაცია იქნა ბატონაგაკის ინიციატივით შექმნილი, სხვათა შორის იმის გამო, რომელი ორგანიზაციასაც ესე იგი სახელწოდება რა, ყრილობასთან არსებული ეროვნულ ყრილობის პრეზიდიუმთან არსებული ეროვნული თანხმობის კომიტეტი, რომლის კანდიდატურა შემოგთავაზა ბატონაგაკი მანანას სახით, ჩვენ ყველამ რო დაუჭირეთ, ხარი ერთადერთი ჯემა შენიყავი ვიცინააღმდეგი წახვედი მანანა საღლიანის კანდიდატურის. იმიტომ რომ თანხმობის კომიტეტი არის ის ორგანო, დღესაც არსებობს, ფუნქციონირებს, რომელმაც უნდა მიაღწიოს ამ პარტიულ ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივ მოძრაობებთან შეთანხმებას, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს და ასევე აქტუალურია მთავრობასთან. თუ გვინდა მშვიდობიანად შევცვალოთ. წახვედით, ბიჭო, გაქანდით ეს კახელები და კახელებთან ერთად და იმის მაგივრად რომ მოსულიყავით რა ქვია. ჩვენ შეკრებაზე შექმნით ქართული ეროვნული დარბაზი. მანანა საღლიანის თავმჯდომარეობით დაირჩიეთ თავმჯდომარე. ესე იგი. როგორ? აქ თავმჯდომარე იყავ ეროვნული თანხმობის კომიტეტში. და ცალკე ორგანიზაცია ქართული ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარეობა თუ გინდოდა, აი აქაც თავმჯდომარე იყავ. აქ უბრალოდ კომიტეტი ერქვა, იქ დარბაზი და მიუხედავად ამისა, კარგად მომისმინეთ ახლა თქვენ რა. მე ვარ ძალიან შეწყნარებული ადამიანი. მაგრამ კარგად მომისმინეთ და კახელებსაც გეუბნებით რა, გავხილებ რა. ესე იგი, აკაკი, როდესაც თავის დროზე შენ მასე იყავი, შენ და შენ ძმაკაც, მეგობარს, გაზეთში რომ დაგიწერათ, ერთი კარგი წკეპლით არიან ეგრე საცემები. ხო იცით რომ მის სიცოცხლეში მაგნაბის თქვენ ვერ გადადგავდით. რატო იცი? ბოლომდე გენეალოგიად, თქვენ წარმომავლობას, თქვენს ყოველ ამოსუნთქვას ამოიღებდა და დადებდა თქვენ სამხილებლად რა. არ გაგინდობდათ. მე გეხვეწებთ თქვენ რომ არ გადადგათ ეგ ნაბიჯი. გადავიდეთ, წახვედით. რამდენი კორეატელი თქვენს სივრცეში თქვენ რომ წაიღეთ ჩვენი ორგანიზაციის მოქმედი ინტერნეტ საიტები, გვერდები, ემაზე აღარ არის ლაპარაკი. იმებზე მიახვარი რომ დაგვახვავთ. ეხლა რატო არ გაპატიებდა თქვენ აკაკი ჯორჯიძე? თუ ესე იგი სიცოცხლეში რატო არ აკეთებდით საქმეს? კახელებს მოგმართავ. როდესაც შექმნით აკაკის ინიციატივით შეიქმნა ხმა რეგიონებიდან ჩვენ გვერდებზე რაღაცა რომ ყველას ქონოდათ შესაძლებლობა თქვენი პოზიცია დამოუკიდებულება საქართველოს ყველა კუთხეს კარიბჭეებია ჩვენ ორგანიზაციაში მოსვლის თანახმად კახეთის კარიბჭედან ქუთაისის კარიბჭედან მესხეთის ჯავახეთის კარიბჭე ყველა კარიბჭედან ესე იგი თავის პოზიცია გამოეხატათ და ვიდეოებს მე მოვიდო და დავდებდი საბოტაჟს რატო უკეთებთ აკაკი ჯორჯიძეს რამდენი ვიდეო გქონდა დადებული აკაკის სიცოცხლეში თქვენ რეგიონებიდან არც ერთი. ერთადერთი ჩემო კარგებო, გაგახსენეთ 2020 წელია უკვე მანანა საღლიანი კომიტეტის ხელმძღვანელია არჩეული, ძალიან არ უნდა ჯემალ ჯავახიშვილს და არჩევნების სცენარე პერიპეტიებია, დილი ბატალიებია, ეს ხროვა ისევ ლამობს ქართული ოცნების და ხროვას გულისხმობ ნაცმოძრაობის ხუთი ნომერი. თუმცა ქართული ოცნებას 4 მიუმატო ერთი ჰემატრიეთ იგივე 5-ია რა. და აღმოჩნდა რომ მართლაც ჩანერგილი ქართულ ოცნებაში ბიზნეს თავს მოახვიეს ისევ ის მე-5 და მე-6 ეშელონი, მე-6 წრე, რომელიც იგივე ნაცმოძრაობის პარტია ნაცმოძრაობის წევრები იყო. და ახლა დაჭერებია და მიდის წმენდა ამ ქართულ ოცნებაში კარგად ხედავ. პერიპეტიას. მოგანდი ბატონო ჯემალ ამიგე ჩვენ რაღაცას ავსაუბრობთ და დააყენეს საკითხი რომ აი იმ დროს ისეთი პერიპეტიები იყო პოლიტიკური რომ ნულოვანი ბარიერი გამოაცხადა ბატონ ბიძინა ივანიშვილი.
იმიტომ რომ მსგავსად რა ეს როგორც 92 წლის მოწვეული 92-95 წლის მოწვევის პარლამენტში შევანაძემ ზუსტად დამსახურდია რომ დაამხო ეს გააკეთა ნაბიჯი და მთელი თამაშიდები ქართული პოლიტიკური სპექტრი პარლამენტში შეიყვანა რა როგორც თქვენ შეევალა რა რომ ის დაპირისპირება სამოქალაქოა ეს დაპირისპირება მებათაღებები შენობებში ყოფილიყო და არა იმ მაგრამ ეს სამოქალაქო მაინც ვიცით რომ იყო საქართველოში რა ჯინვარი არა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი მობზანდა ეს ჯემალ ჯავახიშვილი დააყენა ეს საკითხი და ბატონ არაგისთან სარაუდებლად შეჯელობა ჰქონდათ ესე იგი ნურიანი ბარიერთან დაკავშირებით ბატონ არაგი საკულობით მე თავის ძერძოლ-გუძაზე კახეთში ჩადიდოდა საკულობით და ამ დროს იმ პერიოდში ჩავიდა რა დაბრუნდა ანუ საკულის პერიოდში ჩვენ ამ თემასთან მეტრო შემოდგომაზე იყო ეს აფხული ჩავედით ბატონ აკაკისთან იმიტომ რომ გადაწყვეტილი ვიყო ეხლა იმიტომ რომ არგუმენტები იყო განვიხილეთ ეს საკითხები და თუ ტრიბუნა გვექნებოდა იმ ტრიბუნა საპარლამენტო ტრიბუნა უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემდა ჩვენი იდეოლოგიის ჩვენი აი ამ ხედვის და მარტივად იმ ცვლილებების განხორციელების რა იმიტომ რომ თუნდაც ერთი კაცი ნურიანი ნიშნავს რომ მონაზრული პოლიტიკური სუბიექტი ერთი კაცი მაინც ხდება თუ ნურითელი რაღაც ან ერთი რა ნუ მოგდეთ რა ჩავედით გადის ხმა ესა დრო უფრო სწორად და ხმა რეგიონებმა კახელებმა სეპარატისტებმა სულიერ სიტყვის მნიშვნელობით ჩვენთან შეუთანხმებლად ესე იგი ზურა შიოშურმა და დათო კავკამიცემ დააჯდა კახა ჯავახიშვილთან ერთად და თქვენს რო თურმე ჩვენ რო არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ ლეგიტიმურობას დააყენებს ეჭვებს დააყენებს ჩვენ ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის და მარტივად ეროვნული ყრილობის დოკუმენტს და ამ გადაწყვეტილებას ესე იგი მის ლეგიტიმურობას დააყენებსო ეჭვებს ეს იყო ყოველად უსუსური რა ქვია არგუმენტი იმასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩვენ კიდე გითხარით სამგზის აქვს ეროვნული ყრილობა ჩატარებული და ამ პერიოდებში ჩვენ არჩევნებში საპარლამენტო არჩევნებში ყოველთვის რეგულობდით მონაწილეობას. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც მიშას რეჟიმის დროს და მე თუნდაც ქართული ოცნება რომ მოვიდა 2012 წელს, უკვე მიზანშეწონილად დართვლით რომ მონაწილეობა მიგროვდა, რა. იმიტომ რომ ყველა ისე ლაპარაკობდა რა ჩვენ გვინდოდა. ყველას ედო ჩვენი პროგრამები იქნებოდა ლეიბორისტული პარტია, იქნებოდა ნაციონალური პარტია, იქნებოდა სხვა პარტიები რა NDP და ასე შემდეგ განსაკუთრებით DDP რა ეხლა უნდა გითხრათ NDP-სთან დაკავშირებით თქვენ ჩანაწერში ესე იგი ამბობთ რომ თითქოს ჩვენ გადაუხვით ჯერ შეუთანხმებლად დაადაგით ეგ ნაბიჯი ჩვენთან შეუთანხმებლად და ეს ვიდეო დაგეთ ამან გამოიწვია ნებათა ჩვენ ჩამოვედით, მაშინ ჩამოვედით ბატონაგაზე, კახა ჯავახიშვილიც იქესწრებოდა და მოვთხოვეთ პასუხი ეს რა არის, ეს რა გადაწყვეტილება. ეს როგორ ჯეთი, თუ პოზიცია გაქვს, უნდა მას თავისი რიგითობა აქვს და ეს. ამის გამო არაგის ოჯახში ვიყავით მაშინ და ჯემა ჯავახიშვილმა მე რო აკაკი რო არ ყოფილიყო ხელი შეეხებოდი შენ ბიძაშვილს კახასაც იმიტომ რომ ორივე ჯავახიშვილებო კახავ და ჯემა და შენ ზურაშიოშვილო სამივე ხარ თქვენ NDP-შნიკები თო და თქვენთან ეგ ამბავი მოსული თემა იყო რა ხელებით ლაპარაკი და ბიჭობა და რაღაცა ცოტა გადახვევა პარტიის იქით მარჯვნივ მარცხნივ ყბებში და ეს არჩევი ქუჩური. და ბატონ აკაკის გამო უბრალოდ ეს ხელით არში ვერ შეეფერა. კახს. და კახა მე 2 წელი აღარ ადიოდა აკაკისთან.
იმიტომ რომ ცხელი დღე აყარა აკაკი, იმიტომ რომ რა არის ეს აზრია ბატონო აკაკი ესე რომ დაიწყე ნაყიაობა რა. მე იმიტომ ვთქვი შეწყარებულმა მე გადავწყვიტე. მე გადავწყვიტე ესე იგი მასე რომ ჩვენ მიმართ ესე იგი დაიწყეთ რაღაცებს მე პასუხს გაცემ. და ნიავარზე პასუხი ხო არ მოგეცით, რასაც წერდით, რასაც გვაბრალებდით რა და შეურაცხყოფელი ესეებს რო წერდით ჯერმალ და პამფლეტებს რო გვიწერდით, პასუხი გაგიცი არა. მეორე ერთხელ ბატონ აკაკის შემდეგ წიგნი გამოვეცით, ესე გამოვეცით ბატონ აკაკის წერილები, ნაწარმოებები ოქტომბერი და წიგნის პრეზენტაცია მოვახდინეთ და მაშინ არ იყავდა გასულები რა. თუმცა მაშინვე იყო ეს მანანა საღლიანის ომინები ჩადებული, რომ ესე იგი 20 მაისს არის დაბადების დღე და 20 მაისისთვის ჩვენ დავნიშნეთ უკვე აკაკი გარდაცვლილია, რომ ამ წიგნის პრეზენტაცია მოგვეხდინა მწერალთა კავშირში. და ამ წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გვინდოდა პატარა ჩვენი გაზეთის ბროშურის გამოცემა აი ამ იუბილეესთან დაკავშირებით და ის მოხსენება და ესე იგი 18-19-ში 18-ში და 19-ში მოიტანე გაზეთი, იმიტომ რომ მაგ საკითხები მაშინ უკვე გადაბარებული იყო და ზედ კოლეგიასთან და ხელმძღვანელობდა მანანა საღლიანი და 19-ში მოიტანა ეს რა ქვია გაზეთი უნდა გამოვიდეს პროცედურა. რომელიც ყვატყოფელი სტამბა, მე რა სტამბა მქონდა, მეორე დღეს 20-ში რო გათენდებოდა, ამ ღამე დავდგომოდი სტამბას, იმის რა ქვია, თუ ეს ბოლშევიკი იატაკოში ესერივით მე სტამბა მქონდა და დავბეჭდავდი. ეს გამოიყენა რომ თურმე მე აკაკის გარდაცვლილი კაც მე ბოიკოტი გამოუცხა. ეს პირველი მაშინ ეს იყო, რომ ეს აპირებდა ეს გასვლას და გასულები იყო. მე ცოტა ხნის შემდეგ აი ამ პერიპეტიებში კიდე მეორე გზის რო ჩაატარეთ. მანანა რო ჩაატარა წიგნის ორჯერ წიგნის პრეზენტაცია მე არ გამიგე. ჩვენ კიდე ურთიერთობა არ ქონდა რა ვეხოცებული შემხვით რა. კახა გერეკავდი. ჯემას დაურეკე. ზურაშიაშვილთან და დათო კაკამიძესთან გიდა დაგირეკია, გიდა არაფრის ბაგნისები ეგენი არ არიან თქვენთან რა. დავეს კასავითა ბაგბიჭები დამოჩამოკიდებულები რა. თუმცა ზურასაც ველაპარაკე, მაგრამ რა. და მოვედი თქვენთან რა, იმ წერათა კავშირში მეორეჯერ რომ გააკეთეთ და დაგელაპარაკეთ და გითხარით რომ მეთქი ნუ აკეთებთ ამას, იმიტომ რომ მე ამას განწვავება მოხდებოდა მინიხეირებს კაცო და შეწყვეტეთ მეთქი რა. მეორე დღეს წახვედი ჯემა და მეორე დღესვე პამფლეტი დაწერე ჩვენი მისამართი. სომხები ყავთ რა მანდა რა კახეთში და იცით ეს გამოდი ნამუს ჯუნესტო ვერიციხელებზე ამბობენ რომ სომხები არიან, მაგრამ მე ვთვლი რომ ვერიციხელები ისეთივე კახელები და ქართველები არიან როგორი დანარჩენი კახელები მანდა რა. მაგრამ ეს სხვა თემაა რომ ეგრეთ თქვენ გურჯაანელები ვერიციხეზე რა. მე აგიხსენით თქვენ რომ ვერიციხე, იმიტომ რომ შესაძლებელია ეკლესიაში შევიდა ტერტერა და მონადრე და იქიდან რა ქვია გაქვთ ეს ერთმანეთზე კბილი. ერთმანეთს ვერ იტანთ ბიჭო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს შხამი ბალღამი მე გამოგავთ გარეთ. მოგწონთ ეხლა რომ საუბრობ ამაზე? არა, არ გავჩერდები. არ გაჩერდებით კიდევ ვიტყვი. და ერთი არგუმენტი კიდე. ჯემალ, მე ვარ ყოფილიყავი, ზვიად კურნელიასაც იგივე აზრი ჰქონდა. და მე ერთ ორგანიზაციაში რომ შევხვდით რა, მუშაობდა ეს მის სამსახურში მივედით და მე ვარ ყოფილიყავი, ხელს დაარტყავდი ზვიადს. ზვიადი შენდაერს არც შეჭამდა და შეჭამს დღესაც. ზვიად კურნელია. მაგრამ შენ დაუპირე ზვიადს იმ პოზიციის გამო, რომ თურმე არჩევნებში და ეს ხმა რეგიონებიდან ამ კახელი სეპარატისტების ამ კახულ ფრაქცია დაჯგუფებას ხარი დაუჭირე და წინააღმდეგი როცა წავიდნენ ესენი როგორც აკაკის თანდასწრებით უბრალოდ ვერ გაბედე ეს ხელი ჩეხება კახაზე ზვიადის დაუპირე დარტყმა და მე ვარ ყოფილიყავი დაარტყმა.
შენთან კიდე იმ ქვენარე აზრით აკეთებდი ამ მომენტს, რომ ხელს ყოველდღე დაარყავდი ზვიადს სახეში. მე ჩავერეოდი, გადაშველებდი და ის კაცი გამოვიდო და ერთი ხელის ჩამოსვით ნაცე. აი ეს კაცი ხარ შენ ჯემალ ჯავახიშვილო. მართლა ედიპიშნიკო. ეხლა გეტყვით ამ იმას რა ქვია, ედეპეს ამბავს. ჯემალი ერთხელ არ არის შემჩნეული და ედეპეს ტყუილა არ ვახსენებ რა. ედეპე იმოქმედა, იმუშავა სწორედაც იმ დროს 22 დეკემბერს 1991 წელს 22 დეკემბერს ეს 54 ბანდიტი რო ჩამოვიდა ზღვის თბილისის ზღვიდან და ზვიად გამსახურდიას შეუუტიეს შუა რუსთაველზე ფენეხების არმაზნები აი ამ პერიოდში მაშინ გია ჭანტურია ეროვნული დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ხელმძღვანელი მის პიროვნება პოლიტიკოსი და ჯაბა იოსელიანი ხედრიონის ხელმძღვანელი დაჭერილები იყვნენ. ამ დროს მოახდინეს ეს უშიშროება მესისპირირებული იყო ესენგეში უნდა შესულიყავი ზვიადის პოლიტიკური დიდი აღიში მოვიდა და მაგას შეეწირა. ბორის ელცინი მაშინ და ბორის ელცისაც კი ბორის ელცინი ჩვეულებრივ ამერიკის დავალებებს ასრულებდა და ამერიკის დავალება ის იყო რომ მათ ეშინოდათ 15 რესპუბლიკა რო დავიშლებოდით თუ ჩვენ ყველა წლის მოვითხოვდით ბირთვული იარაღზე ხო ჩვენი წილი უნდა ქონოდა და მე ეს იარაღი არ აღმოჩენილიყო იმათ ისრაელის წინააღმდეგ რა ირანის და ასე შემდეგ სხვა ტერორისტული ორგანიზაციებს სადაც ისრაელის საფრთხე შეექმნებოდა. ამიტომ ამას შეეწირა ზვიად გამსახურდი. მარტივად 54 კაცი ვერაფერს ვერ დააკვირდა. გამოიყვანეს გია, გამოიყვანეს ჯაბა და იმას 200 კაცი ამ 150 კაცი და იმას ეხლა გამოვიდა 300-400 კაცმა და ამხო ზვიად გამსახურდია რა. ასე რომ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიას ზვიად გამსახურდის იმაში და უშუალო დიდი მოდიზე ვინემ კიდოვას. ჯაბას კიდე მე თვითონ ვარ მოვიჯებს და იმპერიბეტიები კაცო ხელი იჩეჩა რა ეს რა. არა თმოვე ეს ხოჭი როგორი ლაპარაკი ქონდა ვინც გახსოვთ ის პერიოდი. როგორი მე როგორ მიდოდო ჩეხეს წავედი ჯაბა იოსელიანი ძმაო და ხედრიონელებს უაბრალებთ თქვენ დაამხეთ ედეპეშნიკებმა და გვარდიის გიმნაზიუმმა ვიჩკიტოვას მიიღეთ მე ჯაბას რა ეკლა ჯაბა გამოყვარე კაცი იყო იარაღი ქონდა გამოიყვანეს ეხლა და არ ჩარეული იყო ეს სიტუაციაში შეიქმნა საბჭო ხო და ეხლა რატო ვამბობ ედეპე არის ერთ-ერთი დამნაშავე პარტია ორგანიზაცია. და ამ პარტიის წევრები იყავით თქვენ, ჯემალ ჯავახიშვილი, კახა ჯავახიშვილი და ზურა შიოშვილი. მანელე საყიანი გვალი მაგიდის მომხრედასიდან იყო. და იმიტომ ვერ ქონდათ მანელას და ჯემალს ერთმანეთთან ურთიერთობა კარგი. რატომ ამბობ ამას? ესე იგი ჯემალმა როცა გია აღარ იყო ირინა სარიშვილია პარლამენტში, ედეპე ისევ პარლამენტშია, მამუკა გიორგაძე არ არის ამ პარტიიდან გამოსული, გესმით? და კახელების ფრაქცია ესე ვთქვათ, პოლიტიკურია ეს კუთხე კარგად იყო ედეპეში წარმოდგენილი. ამ დროს წირდება ედეპეში ცვლილებები, იმიტომ რომ ირინას ხელმძღვანელობა არ უნდათ, თავმჯდომარეობა, ირინა სარიშვილი, ჭანტურიასი, ეხლა ამ პიროვნებაზე არ ვიცი, უბრალოდ არ უნდათ და ამ დროს გამოდის ჯემალ ჯავახიშვილი, ხმამავლა აკეთებს განცხადებას და პარტია იშლება. მე ამის განცხადების თანახმად მე იმას მოყვება, რომ მამუკა გადის, მამუკა გიორგაძე ამ პარტიიდან მიყვება არბოული დასი ხელმძღვანელობიდან პოლიტსაბჭოდან და მამუკა მე პარტიას ყიდულობს სახელმწოდებით სახალხოს ისიც ჩემი არ მეგობარი იყო მამუკასთანაც მეგობრობ მე და ყველასთან კარგად ვიყავი და ხელმძღვანელი ვიცნობ თქვენთან და პარტიის ეს მაგრამ გამოდის ქნის სახალხო პარტიას ფსიხაროლიძის მიერ შექმნილი საზაზღვის შექმნილი პარტია იყო შევიდე არაფორმალებისთვის. როდა ხდება ეს და ეს ხდება, მაგრამ
ჯემალის ეს საქციები არ აპატიეს, არ გაპატიეს, თვითონ თვაგავთ მოყვანილი და EDP ჩამოგიხდათ, მაშინ ავტომატები დაარღვევდნენ EDP-შნიკები რა, აი ავტომატები არა. და თვითონ რაღაც მოყვანილი. ესე კახა ჯემოხიშვილი ავტომატი რო უთავაზეს, ბიჭო, ნეკნებში, შენ ბიძაში, რატო არ დაიწყო? ზურაშიშვილი სად იყავ, ბიჭო, შენ? მე კი არ ვიცახი რომ, მაგრამ აი ეგეთი კაცები ხართ თქვენ, გაიგე? აი ეგეთი კაცები ხართ თქვენ. ერთადერთი გოგა გოგნიაშვილმა და კადაგიშვილი რო ყავდა პარტიაში კახელები ორივე იმან გადარო თორე მაგ როგორ იყო ჩემო კარგებო იცით ესი? როდესაც კაცი და არა პარტიაში იყო, კრიმინალურ საძმოში იყო, წყალებში კრიმინალურ დაჯგუფებაში წესი ეგეთი იყო რომ თუ არ მოკლავდნენ, ხო? მუხლებს უხრიტავდნენ რა. პირდაპირ წარმოიდგინეთ ავტომატის თუ აქვს ხდება ანგიდე თუნდაც მაკარობს მაშინ ეგი არაღები იყო წესასწაული არაღებზე დაჯგუფების ეს დადედოდა დაწიწოდნენ რა დათარეშებდნენ მაშინ საქართველოში ხო და ეგეთი იყო რომ დაეხვრიტა მუხლები და მუხლები მუხლს დაგიხრიტენ ესე იგი მუხლის ის ინვალიდი გადაარჩინა მაშინ აი ამ კახელებმა რა ორმა ამ ადამიანმა ესე იგი შეჩნეული ხართ თქვენ მაგ რაღაცეებში რა მასე ანტიპარტიულ აი ესეთი ამბიციების გამო. ეხლა მოუბრუნდები კიდევ ისევ ამ თემას, ბურჟუების. საბჭოთა პერიოდში ჯუმბერ პატიაშვილის მმართველობის დროს მთავრობა დიდი ოდენობით კოოპერატივები შეიქმნა რა. არა და მაშინ საბჭოთა მეურნეობის წესი ითვალისწინებდა კოლმეურნეობას, კოლექტიურ მეურნეობას და საბჭოთა მეურნეობას. ამაში ოდნავ ცირედი საბჭოთა მეურნეობა წმინდა წყლის ესე იგი ეს არის სახელმწიფო დაქვემდებარების სოფლო სამეურნეო ერთეული და კოლექტივი კოლმეურნეობა არის გლეხების კოლექტიური თემი მარტივად რომელიც თავის მეურნეობას ეწევა თქვენ ამ პატივცემულ ჯემა ჯავახიშვილი სახელმწიფო მილიონობით რამოდენიმე მილიონი ესა ფულადი სესხი მისცა და ერთ-ერთი საბჭოთა მეურნეობაში ჩაიგდო ხელში, გააკერძო. ესე იგი, იმიტომ რომ EDP ეროვნული მოძრაობა მაშინ ისე და აი ესე რა. საბჭოთა ერთ-ერთი დამტაცებელია ხარ შენ ჯემალ ჯავახიშვილი, ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბურჟუა ხარ. კაპიტალისტი თო. ეცა ეგ რო ქონდა მიიღე. კი ბატონო, წარმოება ქონდა ისა და მე რა მოხდა, იცით? მე არეულობა ეს მეორე ხო ეს დაითრიეს და მე გადაწყვეტილება პოლიტიკური ზემოდან იყო მიღებული და რძეს უკვე ვეღარ აბარებდნენ და დღეს კარგად ვიცით რომ რძის ფხვნილი რძის პროდუქტებია რძისგან კი არ არის დამზადებული რძის იმით არის და საუბარი მქონდა ამ ჯემალთან რომ აი ეს მეურნეობა რო აღადგინო შენ რა რამდენი მილიონი დაგჭირდება და ჯერ ეს არის მიშა არ არის ჯერ მოსული და ვკითხო რომ დაუსვი 4 მილიონი დოლარი გეყოფა მეთქი ჯემა და კახა და რა მეთქეს ის 6 მილიონიც არ გეყოფა საბჭოთა მთავრობამ კი მოვცა EDP-ში სტო და მიანია და რატო უსვა ამასაც? თქვენ ამ ბატონებმა მოითხოვეს რომ ესე იგი შერიგება რა უნდა შეგირიგე? რა გეჭხუბე მე? ეცა მე საჭუბარი ვერ ნახეთ? თქვენ კახელებმა და მანანასაღლიანმა? დატუტურდია რომ გამოდის თავის ყოველ მეორე გამოსვლაში და აკაკი ჯორჯაძეს რო იხსენებს. იმას რატო არსებობს პასუხს კაცო? ის დამიდეთ მე რომ თურმე სამშობლოს მოღალატე უნდა დაისაჯოს. მაიცა აკო მე არ დამი ხო იცი ერთი ანეკდოტია რა. რუსთაველისა ვეფხისტყაოსანი მინდა წერაო. მასწავლებელი მე არ დამიწერე. მე მას მამაშენი მოიყვანა. რაც მამაჩემს დაუწერიო. მეც არ დამიწერია გამოცხადება. ეს იყოფა ორი. ერთი ნაწილს უნდა ჩვენი დახოცვა და ღმერთი უბრალოდ თავის ხედრობით ერევა და ამ ვითარებაში ეხლა როგორ გინდა შეაჩერო და რო სილს წამებ და გამოყავს ისე რომ თითქოს
მე ამხელა კაცი ხარ და ამხელა კაცები ხარ ბიჭო და ნამუს გაიწვიდე და მცირს წამებთ რომ მე თურმე ამ თავრობის მეხოთმე ვარ და იქ არაბების წინააღმდეგ ვინც გამოვიდნენ ბიჭო თურმე მე მაგათი წინააღმდები ვარ მე იმ აქციაზეც ვიყავ თქვენი იყავით საერთოდ ანტი პატრიოტები არ მევასება მე ჩემ წინა გამოსვლაში თქვი ყველა პარტია არის ვაფშე გასახვევით პოლიტიკურ სივრციდან პარტიები არ უნდა არსებობდეს იმ ახალწესწყობილებაში რანაირად უნდა იყოს ვიცი მე და ამ სიტყვის თანახმად ვიცი მოწვეული სიტყვის შესაბამისად ვიცი რომ რიხით რო ამბობთ და რო ისურით ამ ფრაზებს რომ აი ამაზე არ საუბრობ რაზე უნდა ვისაუბრო ბიჭო აქ არის ორი შემთხვევა ორი გზა ერთი მშვიდობია და მთავრობა წამოვა და ამას სრულიად ერთობლივად განვახორციელებს ანერა და უნდა აიღო იარაღი ლეგიტიმური უფლება და დაახო ეს მთავრობა და შეცვალო ძალად მამაზე მე განვაცხადე არ წავალ ძალადობრივ იმაზე ეს ისედაც დაწმხილია და საქართველოს აღარ იქნება და შენ ამ დროს ამბობ რომ პარტია ვითომ პარტიული ინსინუაციები პარტიული ამბიციები ვაწუხებთ ამ ხალხს და აკაკი ჯორჯაძეს სურათი უდევს უკან ხო რომ მიდევს არის რომ აკაკის აი ისე სადაც ჩვენ გვქონდა ორგანიზაცია და სადაც შესაძლებელი ისე ვიყავარ თქვენ გახვედით თქვენ წახვედით ჩვენგან და ცირს წამებთ რომ თურმე მე იმ ხალხის წინააღმდეგი ვარ რომლებიც არაბების შემოთესლებას აქ და ებრაელების ჩამოთესლებას ეწინააღმდეგებით არაბიზაციას თურქეთიზაციას მე ჩემი ჩანაწერები მაინც არ იცოდეს ჩვენ მოწმენებმა რომ ვამბობ რომ დე იურე აჭარეს ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს იურისდიქციაში კი არის, მაგრამ ფაქტობრივად აჭარის დიდი მოსახლეობა პროთურქული ორიენტაციისაა, ბიჭო. და თურქული ფაშააღები არიან იქა, ეკონომიური, თუ თურქებს აქვს შეშალა და როდესაც შენ რო ჩახვიდე, ვიღაცა აღა იქ იღებს შალვამ, ლაშამ რო პატარა ბიზნესში მოვა და ფულს თუ არ გადაუხდი კრიმინალურ დაკვირვებას აი ამას. რეკეტიორს ვიღაცა აღას, რა ქვია გიტირებენ ოფიციალებსაც. და უშიშროება ამ დროს იმათ ხელსაფარებს და ეს აღა ვიღაცა ნაძირალა ესეც თქვი მე წინა გამოსვლებში და ვისაუბრე რომ რა ქვია თურქეთის მთავრობას იქ დამნაშავეთა ყავს და თბილისის საქართველოსია კერძოდ აჭარაში თავშემოფარებული და ვითომ ითხოვს ეს ტრადიციას ითხოვს და საქართველოს მთავრობა იმდენად სუვერენულია რომ ეს კეთილსაიმედო გადამხდელია ფულის ინვესტორია და არ აკიდებს ხელს შეთანხმებაა თურქეთის სპეცსამსახურს და ჩვენი უშიშროების ჩვენი სპეცსამსახურის იმის თქმა მინდა ეს მე სქემები ნათქვამი მაქვს და ამ დროს სივსამე რომ ნამუსი რომ აი როგორ აი მაგრამ ვიცი რატომაც რა რატო დაეცა ის ანგელოზი რა თავარ ანგელოზი ქედმაღლობისგან ატიმოყვარეობისგან მომაყდინებელი 7 ცოდვა რომ არის უმთავრესი არის ყოვლის ესე იგი ამ ცოდვის მომაყდინებელი ცოდვის ატიმოყვარეობა პირველობის წურვილი ცილის სამება შემდეგ. ცილის სამება კიდევ ის არის და იმაში წამერცო. არ საუბრობ ამ თემებზე. როგორ არ საუბრობ? ჯერჯერ ყოველთვის საუბრობ. პარტიებზე ვამბობ, არ უნდა იყოს. პარტიები. არ უნდა იყოს პარტიები. შემდეგ ან გაჩერდებით ჩვენ ხარეს არ გამოიხედებით თორე წინააღმდეგ შემთხვევაში მანერას აღიარებ ჯემალ ჯავახიშვილი ყახავ ჯავახიშვილი სურაშიევში ამოგიწევთ ისეთ თემებს ხო აქვე ვიტყვი რა მოსაწევი არა უფრო ვარეს ნივთიერეთ
მტკიცებულების სახით, რომ თავმჯდომარეობა რო გინდოდა, კახა. შენ აქ უნდა ჩამოსულიყავ და შენი საკითხი დაგეყენებინა კენჭისყრაზე რა, რომ ელაშას მეუხედავ თავმჯდომარე და ეს უნდა გადაგვეწყდა უმრავლესობა. მაგრამ პასუხი მითხარი, რომ ჩვენ რომ მოსულიყავით, უმრავლესობა შენ დაგიჭერდა მხარს. ხო, თქვენ უმრავლესობა ხართ, თუ ჯიჯის გამოსათვლელი ადამიანები ხართ. ეს არის პირდაპირ ნიშანი, რომ 1/13, მაგრამ 1/13 არა ხართ ჩვენი ორგანიზაციის, მაგრამ ნუ კარგი ნიშანია რა. მარტო გამცემ გამყიდველები ხართ, ბიჭო. და კიდევ იმეორე. ფიზიკურად შენ განრისი გირსის ახალ იცით, იმიტომ რომ ედეპეში გამოსწრილი გაქვს ყველას რა, სამივე ედეპეში ნიშს მოგმართო. მანერა კიდე გეუბნები რა, გაჩერდი რა. რო აყენებენ და რო ალაპარაკებ, რომ შერიგება იმ შემთხვევაში მოხდება, რომ ეროვნული ყრილობის პრეზიდიუმის თავმჯდომარეობა თუ დაუთმობთო, თქვენო მანანასო მაშინო შეხდება. ნუ ალაპარაკებ მაგას თორე. ერთხელ ხო იყავი იმაში რა ვქია. ღილები იმ დაში. მეორეჯერ რატომაც გინდა მაშინ ამოგიწევ, რომ რატო გინდა უკანასკნელი რა. და კიდე სხვა რაღაცებსაც ამოგიწევ თქვენ. რომ თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ აქვს რამეს დაილაპარაკოთ. დავიწყე გეოპოლიტიკით და კიდევ ვამთავრებ შიდა პოლიტიკით და შიდა მტრებით. მტრები ხართ თქვენ. თქვენ მტრებს აფარებთ ხელს. აბა როგორ გინდა ქართველის და ინტერესი დაიცვა? ამ ვითარებაში, ამ სიტუაციაში. გულზეს ხდებით, იმიტომ რაც შეიძლება ითქვა ამ ტრიბუნიდან ითქვა, თავრობა ნელ-ნელა ღებულობს ყურად და რაღაცებს დგავს ნაბიჯებს. გაჩერდით, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭირეთ, ჩემგან არა იმ წესით როგორც წესი და ისტორია. და ისიც შიში გაქვთ ყველას, იმიტომ რომ ცვედნები ხართ, როგორც პოლიტიკური ცვედნები ხართ, ისე კაცობაც არ აქვს. ხო, ზურაშიაშვილი, შენც არ დამჩები ისე რა, რო არ მოგეფერო რა. კაცურად რა, ძმურად და მეგობრულად. ეხლა ზურაშიაშვილი წარმოიდგინეთ ხელმოწერის უაგვარებები, ეს ის კაცი არა ხარ ბიჭო, რო დადიოდი და მაზიანებს როდებდი სხვაზე რომ აუ ამან შენ გავაკეთებ და შევცვლით და მე მთავრობა გამიშვებსო გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და მე ვიქნებიო გაერთიანებული ერების გენერალური მდივანი.